მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2021 წელი, პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 2. ნახატზე გამოსახულია x ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. განსაზღვრეთ აჩქარების გეგმილი დროის 5 წამ 6 წამ შუალედში. ხო, მოდით ახლა ნახატს თუ დავაკვირდებით, როგორც ვამჩნევთ 4 წამიდან 6 წამამდე, ისე როგორც 5 წამიდან, აი აქ გვაქვს ჰორიზონტალურად გადაზომილი t დრო, ვერტიკალურად გადაზომილი გვაქვს სიჩქარის x თვიანელი, ისევე როგორც 5 წამიდან 6 წამამდე, აგრეთვე 4 წამიდან 6 წამამდე, სიჩქარის დამოკიდებულებას დროზე აქვს ერთი და იგივე სახე. წრფივი დამოკიდებულება არის, შესაბამისად აჩქარება 5 წამიდან 6 წამამდე იგივე იქნება, რაც 4 წამიდან 6 წამამდე. ამიტომ მოდით, რადგანაც 5 წამამდე ზუსტად ვერ განსაზღვრავთ 5 წამის შესაბამის VX გეგმილს, მოდით 4 წამი უფრო 4 წამიდან 6 წამამდე გამოვითვალოთ აჩქარება და ზუსტად იგივე იქნება, რაც 5 წამიდან 6 წამამდე დაგვეთვალა. შესაბამისად, მოცემულობით შეგვიძლია დავწეროთ, რომ როცა t1, მოდი t1 დავნიშნოთ, t1 უდრის 4 წამს, 4 წამს, მისი შესაბამისი, აი 4 წამზე ავიღოთ, აი 4 წამის შესაბამისი VX გეგმილი არის, ანუ V1 შესაბამისი V1 არის 6 მეტრწამის ტოლი, ხოლო 6 წამის შემთხვევაში, აი 6 წამის, როცა t2 უდრის 6 წამს, მისი შესაბამისი x გეგმილი V2 დავნიშნოთ, არის 0 მეტრწამი, 0 მეტრწამის ტოლი და ჩვენ მიზანია განსაზღვროთ აჩქარების x გეგმილი. AX-ი უდრის კითხვის ნიშანს. ხო, ახლა აჩქარების განმარტებიდან AX-ი ტოლი იქნება, სიჩქარის ცვლილება იმ დროსთან, რა დროში ეს ცვლილება მოხდა, სიჩქარის ცვლილება იქნება V2 მინუს V1 შეფარდებული დროის ცვლილებასთან, T2 მინუს T1-თან. ეს კი ტოლი იქნება V2 პირობით გვაქვს 0, გამოკლებული V1 6, შეფარდებული T2 არის 6, გამოკლებული 4. ეს კი მივიღებთ მინუს 6 მეორეც, რაც ტოლი არის მინუს 3 მეტრ წამ კვადრატის. ხო, ეს ახლა ანალიზურად გავაკეთეთ, როგორც ხედავთ, თუმცა გეომეტრიულად შეიძლება ეს ამოცანა გაკეთდეს. კერძოდ, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს დავაკვირდებით, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს. აი ეს კუთხე რადგანაც არის ბლაგვი, ამ დახრის კუთხე T-ღერძთან გვაქვს ბლაგვი, აი ამ კუთხეს თუ ავნიშნოთ ალფასი, ამ შემთხვევაში AX გეგმილი ტოლი იქნება მინუს ტანგენს ალფასი. ტანგენს ალფა კიდე ამ მართკუთხა სამკუთხედიდან არის მოპირდაპირე კათეტი, ანუ მინუს ტანგენსი მოპირდაპირე კათეტი, ანუ 6 შეფარდებული მიმდებარესთან, მიმდებარე სიგრძე იქნება 4-დან 6-მდე 2-თან და როგორც ხედავთ, იგივე პასუხს ვიღებთ ამ შემთხვევაშიც. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ, აჩქარება AX-ი ტოლი ყოფილა მინუს 3 მეტრ წამ კვადრატის. ფიზიკურად ახლა უარყოფით უნდა გამოვხსნათ, რა თქმა უნდა, აჩქარების x გეგმილი, რადგანაც როგორც ხედავთ 4 წამიდან 8 წამამდე და შესაბამისად 4 წამიდან 6 წამამდე მოძრაობა თანაბრად შენელებულია, რადგანაც დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში სიჩქარის x გეგმილი თანაბრად მცირდება. ამიტომ აჩქარების x გეგმილი გამოგვდის უარყოფითი და ის ტოლი არის მინუს 3 მეტრ წამ კვადრატის და პასუხი არის ამ შემთხვევაში A.